სარწყავი სეზონი კახეთში, საქართველოს მელიორაციის კომერციული დირექტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა. მამელი ქობალია რწყვის პროცესს გაეცნო და ფერმერებისაგან მოისმინა ინფორმაცია სეზონთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების უპირატესობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ წვეთოვანი მორწყვის სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია ხეხილის ბაღების ვენახებისა და სათბურებისთვის. კომერციულმა დირექტორმა წყალმომარაგებლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის ცხელი ხაზის შესახებ, მისი საშუალებით ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ დააფიქსირონ მნიშვნელოვანი საკითხები, რის საფუძველზეც კომპანია შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს. საირიგაციო სეზონი აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად საქართველოს მელიორაცია აქტიურ რეჟიმში მონიტორინგს ახორციელებს რწყვის პროცესთან მიმართებაში და იმ ვალდებულებებთან მიმართებაში, რაც ფერმერებთან აქვს აღებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინტენსიური შეხვედრები ფერმერებთან, რათა თითოეული საჭიროებები, რომელიც რწყვის პროცესში არის მნიშვნელოვანი, გავლილი იქნეს ფერმერებთან. აღსანიშნავია, რომ კომპანია შემოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და თითოეულ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში ნებისმიერ ფერმერს შეუძლია დააფიქსიროს ის პრობლემური საკითხები, რომელიც ხელს უშლის რწყვის პროცესს. მოგეხსენებათ, ახლა აქტიური სეზონი არის რწყვის, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ წყალი მივცეთ სათანადოდ მცენარეს. მე მაქვს ახლა ხელთ უკვე ნუში, რომელიც ამ მომენტისთვის კონკრეტულად ახლა მუშაობს ზუსტად წყალი ამ გულზე. თუ ჩვენ ვერ მივცემთ სათანადოდ წყლის რაოდენობას, ეს უბრალოდ დარჩება, ეს სიმსხოთ, მაგრამ გული იქნება ძალიან წვრილი. შესაბამისად, ახლა ნახავთ კიდევაც რა, რამდენი წყალი გვაქვს მიცემული, თითქმის ყოველ დღე ვრწყავთ ამ ნუშს. იმიტომ რომ რელიეფიც ისეთი არის, რომ ხშირი მორწყვა სჭირდება. წყლის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მელიორაციის გვერდში დგომით, გვაქვს ძალიან კარგი მიწოდების რეჟიმიც და შესაბამისად წყლის პრობლემაც არ არის.